კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. 16 ივლისს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პროფესიული დღე აღინიშნება და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია შოთა მიროტაძე, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბატონო შოთა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. გილოცავთ პროფესიულ დღეს. 28 წლის ხდება პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და მოდით საუბარი დავიწყოთ ამ დღის მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე, პროფესიულ როლზე, თქვენ საქმიანობაზე. მე სურვილი მექნება რომ ვიდრე მნიშვნელოვან საკითხებს შევეხებით, თქვენი ყოველდღიურობა რომ გითხრათ და მოგვიყვეთ, მით უფრო ბათუმიდან ხართ სპეციალურად სტუდიაში ჩამოსული ჩვენთან სასაუბრად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მსმენელს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს დაბადების დღეს, ასე ვთქვათ, 99 წელს შეიქმნა პირველად სანაპირო დაცვის დეპარტამენტი და ეს თარიღი სიმბოლურია, იმიტომ რომ პირველად სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა კატარღამ განახორციელა გასვლა ზღვაში და პატრულირება. პირველი მორიგეობა ჰქონდა 16 ივლისს და აქედან იწყებს სათავეს 1998 წლის 16 ივლისს. პირველი მორიგეობა ჩატარდა ზღვაში პატრულირების სახით. შესაბამისად უკვე 28 წელს ვიზეიმებ წელს 2026 წლის 16 ივლისს. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის შემადგენელ ნაწილს, სტრუქტურულ დანაყოფს და ძირითადად ჩვენ საქმიანობა გახლავთ სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ყოველდღიური საქმიანობა იწყება 9 საათიდან და ეს მოიცავს მთელ რიგ კომპლექსურ ორგანიზებებს, როგორც არის პირადი შემადგენლობის შემოწმება, ჯანმრთელობის მხრივ, ასე ვთქვათ, მორალური მზადყოფნის მხრივ და შემდეგ უკვე ხდება მათი დანაწილება სხვადასხვა დავალებების მიხედვით. ბატონო შოთა, დარწმუნებული ვარ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს და ავუხსნათ და გავაგებინოთ, რას ნიშნავს წყალში პატრულირება და ამ საზღვარის დაცვა. ჩვენ ხვდებით, რომ თავისთავად ვერ იქნება გავლებული ღობე და საზღვარი და რა სტანდარტი არსებობს ეს რომ მოგვიყვეთ და თქვათ რას მოიცავს ეს ტერიტორია და მისი კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში რაც უკვე აღნიშნეთ. დიდი სიამოვნებით ეს არის წარმოვიდგინეთ უხილავის რაღაც ხაზი გადის საქართველოს სანაპირო ზოლიდან 12 საზღვაო მილში, 12 საზღვაო მილის კონვერტაცია რომ მოვახდინოთ კილომეტრებში, სადღაც მიახლოებით 23 კილომეტრს მოიცავს. ესე იგი ნაპირიდან დაახლოებით 23 კილომეტრი დაახლოებით სიღრმეში და ეს საქართველოს თურქეთის სახელმწიფო საზღვრიდან და ფსოუნდე ჩვენი ტერიტორიული წყლებია. რომლის ნახევარსაც უფრო მეტ ნაწილს სამწუხაროდ ვერ ვაკონტროლებთ, ასე ვთქვათ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმირებული ვიყოთ იმ ნახევარზეც, რაც ვთქვათ, ოკუპირებულია დღის მდგომარეობით. რაც შეეხება დანარჩენს. პატრულირების ნაწილში, როგორც საპატრულო პოლიცია პატრულირებს, ხმელეთზე ისე პატრულირებს ჩვენ ზღვაში, ჩვენი ერთეულებით და პატრულირების დროს ჩვენი კატარღები ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში, ძირითადად ეს ღონისძიებები გახლავთ სასაზღვრო რეჟიმის კონტროლი, როგორც არის კანონასრულებითი ღონისძიებების გატარება, სამაშველო ღონისძიებების გატარება, თევზჭერის წესების კონტროლი. ეხლა სეზონია მოგეხსენებათ და ძალიან დატვირთულები ვართ ძირითადად ძებნა გადარჩენის ღონისძიებებში, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ სახელმწიფო საზღვარს და კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციაზე ჩვენი ერთეული მუდმივად მორიგეობს და აწარმოებს პატრულირებას. ტურისტულ სეზონზე და სამზად ისეთ ვისაუბრებთ, უბრალოდ მოდით დავიწყოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ახორციელებთ, ეს არის აქტიურად ჩართვა სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებებსა თუ ოპერაციებში. რამდენიმე დღის წინ აბორდაჟის ჯგუფები გაემგზავრნენ საბერძნეთში, ნატოს საზავო უსაფრთხოების ოპერაცია ზღვის მცველში მონაწილეობის მისაღებად. უფრო მეტი რომ გვიამბოთ ამ ოპერაციაზე და რა გზა გაიარა სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა იმისთვის, რომ ნატოს ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მოგუნჭებოდა და თავად ეს სტატუსიც რას ნიშნავს, ესეც რომ განგვიმარტოთ. კეთილი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს 2 ტაქტიკური ჯგუფი შედის, რომელიც უკვე სერტიფიცირებულია და ეს ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულები ნატოს ოპერაცია ზღვის წველში, საზღვაო ოპერაცია ზღვის წველში
ამისათვის ჩვენმა ბიჭებმა 2018 წელს დაიწყო შეფასება, რომელიც შეფასებაც მოიცავდა 4 საფეხურს, 4 საფეხურიანი შეფასება გაიარეს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით და 2023 წელს უკვე ჩვენ თქვათ მივიღეთ 2 ჯგუფი ნატოსთან თავსებადი ჯგუფები, რომლებიც უკვე დღის მდგომარეობით ჩართულები არიან კონკრეტულ მისიაში, რომელიც როგორც უკვე ახსენეთ სვისველით სახელით ის რა ქვია და სახელდება. რაც შეეხება სტატუსს, ოპერაციული პარტნიორის სტატუსი ჩვენ მივიღეთ 2022 წელს, მას შემდეგ რაც ჩვენმა ტაქტიკურმა ჯგუფებმა გაიარეს ეს 4 საფეხურიანი ასე გადამზადება და ოპერაციული შესაძლებლობის მინიჭების შემდეგ, სტატუსის მინიჭების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ ღონისძიებებში. წელს უკვე მეხუთე მისიაში გვყავს ბიჭები გაგზავნილი და ეს ძალიან სამაყოა იმ თვალსაზრისით, რომ სანაპირო დაცვა წარმოადგენს იმ დანაყოფს, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დროშას, ასე ვთქვათ, ნატოს ძალებთან ერთად წარმოაჩენს ხმელთაშუა ზღვაში კონკრეტულ ოპერაციაში. ბატონო შოთა, მე პროფესიის გარკვეულ ნიშან-თვისებებზე მინდა ახლა ვიკითხო. მე ვიდრე ეთერში შემოვიდოდით, ვისაუბრეთ ჩვენ და მითხარით ძალიან საინტერესო რამ და როგორც აღმოჩნდა ამ პროფესიას ეთყობა ერთგულებაც ძალიან ჩვევია. დაახლოებით 27 წელზე მეტია ემსახურებით ამ საქმიანობას. მეტიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი მოგიწიათ იმისთვის, რომ ეს საქმიანობა განახორციელოთ. აი დაახლოებით რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ ამ საქმის კეთება ქვეყნის და მისთვის მსახურებასთან ერთად რას ნიშნავს კიდევ და თავად ყოველდღიური პატრულირების, ასე ვთქვათ, კონკრეტული მაგალითებიც რომ მომიყვანოთ, იგივე თანამშრომლობა ვთქვათ სახელმწიფოებთან, რომლებიც გვესაზღვრებიან მეზობლებთან, ხომ, მათი კოლეგებთან ურთიერთობა როგორია. რას ნიშნავს ემსახურო საქართველოს აი ამ ინსტიტუციიდან? ძალიან ისეთი ყოვლისმცველი შეკითხვაა და შევეცდები სრულად გავცე პასუხი. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმ მომენტს, რომ ჩვენს სფეროში ვინც მოღვაწეობს, აუცილებელი პირობა არის, რომ ეს ადამიანს დაბადებიდან მოსდევდეს და ჩემ შემთხვევაში მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო ბავშვობიდან, რომ მე ფორმა მეტარებია და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გამეტარებია საქართველოს სამსახურში და ჩემი ხალხის სამსახურში. შესაბამისად, ძალიან პატარა ასაკიდან მივიღე გადაწყვეტილება და ჩავიცვი ფორმა და დღეს უკვე 27 წელია, რაც სწავლის ჩათვლით ვემსახურები ჩემს ქვეყანას. მე მინდა მოვიშველიო ჩვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათქვამი და ხაზგასმით თქვა ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ვერასოდეს შეცვლის მოტივირებულ პერსონალს და პირად შემადგენლობას. ეს ნამდვილად და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ სწორედაც ესეთი კატეგორიის ხალხითაა დაკომპლექტებული სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დღეს. რაც შეეხება შეკითხვას თუ რა დონეზე თანამშრომლობთ და როგორ გვიწევს ურთიერთქმედება ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებთან, ჩემი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ჩემი სამმართველოს მაგალითსაც მემუშაობ, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მეუღლე მხარესთან, საზღვისიქეთ მხარესთან, რომელიც და ამ თანამშრომლობის კომპონენტში ჩვენ აქტიურად ვცვლით ინფორმაციას სხვადასხვა გამოწვევებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც სახით გვაქვს სახეზე სასაზღვრო ზონაში და ძირითადად ეს ორივე მხარეს, ასე ვთქვათ, აძლევს ხელს რომ იმისათვის, რომ ორივე მხარემ შეძლოს თავის ფუნქციების სწორად და მართებულად წარმართოს. შესაბამისად, ამ ეგიდით ყოველწლიურად იმართება შეხვედრები სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებს შორის და ამ შეხვედრებზე, ასე ვთქვათ, ჩვენ გავდივართ და ვსწავლობთ საჭიროებულ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარეს აინტერესებს და აწუხებს.
თუ თქვათ ვისაუბრებთ იმაზე რა ნიშან-თვისებებით უნდა იყოს გამორჩეული, რა თქვათ არის მთავარი უპირატესობა ამ პროფესიაში, ალბათ დამეთანხმება ჩვენი მსვენელი და მაყურებელი, შეიძლება თქვენი ყოველდღიურობა უჩინარი იყოს მათთვის, მაგრამ აი ფილმებიდან არაერთი გმირობა გვინახავს, რომელიც უკავშირდება ამ საქმიანობას. თავად დარგში, პროფესიაში, ინსტიტუციაში ჩართული ადამიანების და თანამშრომლების შესახებ მინდა გკითხოთ, რა არის მათი მთავარი мотиваცია ამ საქმის კეთების დროს? და ასევე მინდა ვიკითხო გადამზადების და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის შესახებაც. მე ვიცი რომ მუდმივად გაქვთ შესაძლებლობა და თქვენ ფაქტობრივად თქვით რომ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი საერთაშორისო თვალსაზრისით იმ კვალიფიციურ თქვათ ინსტიტუციებთან, სადაც მოგიწიათ მუშაობა და თანამშრომლობა, უკვე როგორც გამოცდილება გაქვთ. რაში გეხმარებათ ეს? რაც შეეხება мотиваციას, мотиваცია პიროვნება უნდა იყოს მოტივირებული ჩვენ საქმე აკეთოს. ეს ძალიან საფასურზეულო საქმეა და ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ემსახურო ქვეყანას და ამავდროულად იცავდეს საზღვარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფასურზეულო საქმეა. შესაბამისად, ცალსახად ეს არ არის თქვათ ანაზღაურება მხოლოდ რომელიც ჩვენ ხელფასახით გვეძლება, ხო? ამის იქით კიდევ დგას თავდადება, თავგანწირვა, ფორმის სიყვარული, ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ჩვენი ხალხის სიყვარული, რაც საერთო ჯამში გვაძლევს იმ ენერგიას და ძალას, რომ ჩვენ საქმე ვაკეთოთ მაღალ დონეზე. ამავდროულად ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირადი შემადგენლობა გადავამზადოთ და მოვამზადოთ საზღვარგარეთ და ძირითადი ნაწილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის გადამზადებულია ჩვენი პარტნიორ ქვეყნებში. და დღის მდგომარეობით მიმდინარე პროექტების სახით აქტიურად ვარ ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, როგორც ძირითად საბაზისო მომზადების კუთხით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ჩვენი ოფიცრები და მიჩვანები დიდი ნაწილი მომზადებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში და საბერძნეთის მხარე აქტიურად არის ჩართული ჩვენი ოფიცრების და მიჩვანების გადამზადების საკითხში. და დასრულების შემდეგ უკვე მათ შესაძლებლობა ეძლევათ გააგრძელონ და გადაკვალიფიცირება აიმაღლონ სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი დღის მდგომარეობით ჩვენს სამსახურში. წარმატებები მინდა გისურვოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და ვეთქვი ჩვენს მსვენელს და მაყურებელს, რომ 16 ივლისს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პროფესიული დღე აღინიშნება. ამ თემაზე ჩვენი სტუმარი გახლდათ შოთა მიროტაძე, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერს ქრონიკის სპეციალური გამოშვება დაიკავებს და მოისმენთ პირდაპირ ჩართვას კახეთიდან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება.